7 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე. შენობა თუ არა საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში? რატომ არ შეიკრიბა პარლამენტის წინ დღეს იმდენივე ადამიანი, რამდენიც გასულ წლის ნოემბერში იკრიბებოდა? ოპოზიციის შეცდომებით თუ ხელისუფლების წარმატებები? შეძლებს თუ არა ოპოზიცია მასობრივი საპროტესტო მოძრაობის დაწყებას? 7 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე ორი არჩევნები და ერთი ომი, დაკარგული ტერიტორიები, გაზრდილი საგარეო საფრთხეები, მრავალნაწილად დაშლილი გაერთიანებული ოპოზიცია, დახურული მედიაციის წრე. 7 ნოემბერი 1 წლის შემდეგ, დღეს თოქ-შოუში ბარიერი. მოგესალმებით 2008 წლის 7 ნოემბერს ეთერშია ბარიერი და ჩვენი მთავარი თემა რა თქმა უნდა 7 ნოემბერია. მაშასე შარშან ზუსტად ამ დროს საქართველოში უკვე საკმაოდ მდგომარეობა იყო გამოცხადებული, დახურული იყო ტელეკომპანია იმედი და კავკასია, თუმცა კავკასიისგან განსხვავებით ტელეკომპანია იმედი ზუსტად ამ დროს თანამშრომლებს და ტელეკომპანიის სტუმრებს სპეცრადმე ფიზიკურად უსწორდებოდა. მას შემდეგ ზუსტად 1 წელი გავიდა, საკმაოდ მძიმე და დრამატული 1 წელი ამ 1 წლის განმავლობაში საქართველოში იყო ორი არჩევნები, მრავალი საპროტესტო აქცია და სხვათაშორის იყო ომიც. არა სხვათაშორის, არამედ მთავარი, რომელმაც ყველაფერი გადაფარა, იყო ომი. ეს 1 წელი ასევე უმძიმესი იყო ქართული მედიისათვის. ქართული მედია სივრცე დღეს პრაქტიკულად დახურულია, თუ არ ჩავთვლით მცირე გამონაკლისებს. დღეს 1 წლის თავზე ოპოზიცია პარლამენტთან კვლავ შეიკრიბა, მათ ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი, რომლის შესრულებასაც 23 ნოემბრამდე ერიან. წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციების აგორების იმუქრებიან. რამდენად შეძლებს ოპოზიცია ამას, ესეც ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი თემა იქნება. დღეს ჩვენ ვფიქრობთ პოლიტიკური დებატების გამართვას, თუმცა არ გამოგვივიდა ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაგრამ ჩვენი გადაცემა არანაკლებ საინტერესო იქნება, თუმცა დღევანდელ გადაცემაში პოლიტიკოსები უმცირესობაში არიან. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ წელს 7 ნოემბერზე, გავიხსენებთ ამ დღეს და ასევე ვისაუბრებთ იმაზე, რა მოხდა 7 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები, ბატონი ზვია ძიძიგური, კონსერვატიული პარტია, ბატონი გია გაჩეჩილაძე, უცნობი, იანთაძე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ასევე ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, მალხაზ გულაშვილი, ნათია მიქიაშვილი, ამჯერად პოლიტიკოსი უკვე, შარშან ამ დროს ის იყო ჟურნალისტი, დღეს კი ის წარმოადგენს ქართულ დას, ქალწე ნინო ბურდული, მსახიობი, ზაალ ყულუკიძე და ზურა მანჯავიძე, ბატონი ზაალ ყულუკიძე გახავს ტელეკომპანია იმედის თანამშრომელი, ზურა მანჯავიძეს ყველა ისწრებს ძალიან კარგად. დიდი მადლობა ყველას დღევანდელ გადაცემაში მობრძანებისათვის. მე არ ვიცი საიდან დავიწყოთ ჩარშანდელი მოვლენები და თუ დავიწყოთ დღევანდელი დღით. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ დღევანდელი დღით დავიწყოთ და პირველ შეკითხვას დავუსვამ ბატონ ზვია ძიძიგურს. ბატონ ზვია, დღეს ალბათ დამეთანხმებით, რომ ხალხი პარლამენტის წინ იყო ბევრად უფრო ცოტა, ვიდრე იკრიბებოდა ხოლმე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ბოლო 1 წლის განმავლობაში. მეთანხმებით თუ არა, რატიდან დავიწყოთ? მე შარშანდელი 7 ნოემბერიც კარგად მახსოვს, თუ არ ჩავხვით 2 ნოემბერს, ამდენი ხალხი რაც ეს იყო, არ 7 ნოემბრის დარბევის დროს 100 კაცი ვიყავით სულ დილით იქ და მერე დავიწყეთ ნელ-ნელა მოგროვება და რიყეზე მერე გროვდებოდა, მაგრამ რამდენი მოგროვდებოდა ეს არ ვიცით, იმიტომ რომ ვინ გაცალა მოგროვება, ყველაფერი ეს უბედურება მაშინ დაიწყო და მე მინდა გითხრათ, რომ დღეს იყო ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი აქტივობა ამდენი პაუზის შემდეგ, ამხელა ამბის შემდეგ, რასაც ქვია ომი და საერთოდ ომი როგორც იცით საზოგადოებაში აჩენს ისეთ განწყობას, რომ გინდა არ გინდა ხელისუფლება კარგია, ცუდია, მაინც უცხო აგრესორის წინაშე აქ რაღაც კონსოლიდაცია ხდება ხელისუფლების ირგვლივ. მიუხედავად ამისა, დღეს თბილისმა და მთელმა საქართველომ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვისთვის, დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები არიან ბევრი. მე მინდა გითხრათ ნინო და აგერ მეგობრები, მე მგონი გადაჭარბებით ამბობ, დაახლოებით 50,000 კაცი მონაწილეობდა მანიფესტაციაში, რომელიც იყო გაიმართა თუმცა არსებობს განსხვავებული მონაცემებით, ცოტა უფრო ნაკლებ რაოდენობაზე, მოდით ამაზე არ ვიკამათოთ. კი ბატონო, იყო 50,000, თუმცა ეს არ იყო 100 და 200,000. ის რაოდენობა რაც გამოდიოდა ხოლმე შარშან თუ შეიძლება ვიტყვი შეკითხვას დაგისვათ შარშან მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ბევრად უფრო მეტი ხალხი გამოდიოდა ხოლმე ამაზე მაინც თანხმდებით ამაზე თანხმდებით მაგრამ ყველაფერს თავის მიზეზია აი ზუსტად ამაზე მინდოდა ჩამოვაყალიბებინა შეკითხვები ჩვენ სხვა შორის ვიფიქრებთ ბევრი და განხორციელებს ასე ჩამოვაყალიბეთ შეკითხვები როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი ნუ მიწენთ შეკითხვებს არა მიწენთ ოპოზიციამ დაკარგა ხალხის ნდობა თუნდაც იმის გამო რომ ის არის დღეს დაშლილი და სხვადასხვა პოზიციაზე ოპოზიციამ ვერ გაუკეთა სწორად ორგანიზება დღევანდელ აქციას და ვერ მიიტანა სწორად საზოგადოებამდე საკუთარი სათქმელი
ხელისუფლება გამოსწორდა და მოსახლეობა კმაყოფილია ხელისუფლების პოლიტიკით და არ გააჩნია პროტესტის გზნობა. შემდეგი ვერსია არის, რომ არსებობს პროტესტის მიზეზიც და რეალურად პროტესტიც, მაგრამ მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა ქუჩის აქციებმა გარეშე მტრის ანუ რუსეთის სასარგებლოდ იმუშაოს და ამიტომ შეიკავა თავი დღეს ქუჩაში მასობრივად გამოსვლისგან. ერთი ვერსია, რომ საზოგადოება უბრალოდ დაწკუნულია და აპათიაშია. შემდეგი ვერსია 7 ნოემბერი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი, რომ მოსახლეობა მასობრივად გამოსულიყო ქუჩაში და ბოლოს საზოგადოება თვლის, რომ აქციებით რამის შეცვლა შეუძლებელია. როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა იმუშავა დღეს, როდესაც არ იყო ისეთი მასობრივი პროტესტი ქუჩაში? დიდი მადლობა, რომ ამ თემებზე ვლაპარაკობთ. მოდი შევთანხმდეთ, რომ ოღონდ არსებობდეს ტელეეთერი და აზრის გამოთქმის საშუალება და რაც გინდა უხერხული კითხვა არსებობდეს, უცებ კითხვაზე ღმერთმა ინებოს ისეთი სამყარო გქონდეს და ისეთი დემოკრატიული სიტუაცია, რომ მოდი ასეთი კითხვები ისმებოდეს და პასუხიც გაცემას მასზე ზოგ შეიძლება, ზოგს არ შეიძლება, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის მე ვფიქრობ დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი და უხერხული კითხვები ისმებოდეს. მე ჩემი მოსაზრება მაქვს ალბათ ნინო და გეტყვი. როდის გამოვიდა 100,000 და მეტი კაცი ქუჩაში თბილისში პროტესტის ნიშნად? მას შემდეგ 2 ნოემბერს გამოვიდა, რა თქმა უნდა, მაგრამ 2 ნოემბერს ჩვენ ვამზადებდით აქციას ჩვენახევრის განმავლობაში. 2 ნოემბერს წინ უსწრებდა ირაკლი ოქროაშვილის ცნობილი ამბები, 2 ნოემბერს წინ უსწრებდა ძალიან დიდი და ხმაურიანი ამბები და საერთოდ მუშაობდით 2 თვის განმავლობაში, რომ 2 ნოემბერს ხალხი გამოგვეყვანა. გამოვიდა 13 იანვარს. 13 იანვარს არჩევნების შედეგების დადგომის შემდეგ უკმაყოფილო ხალხი არის გაცილებით უფრო მეტად მოტივირებული, რომ გამოვიდეს. ასე იყო 20 იანვარს, როდესაც ინაუგურაციის დღე იყო და პროტესტის ნიშნად გამოვიდა ძალიან ბევრი ხალხი. მე გავახსენებთ 26 მაისსაც, როცა ასევე ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, მაშინაც არჩევნების გაყალბების შედეგად იყო ეს მუხტი გამოწვეული და ამან გამოიწვია. მე მინდა დავარწმუნო ყველა და პირველ რიგში მინდა ტელეკომპანია კავკასიას უთხრა დიდი მადლობა იმისათვის, რომ დღეს იყო აქტიურობა საზოგადოების თბილისის ქუჩებში რუსთაველის გამზირზე და მსვლელობებზე და მანიფესტაციებზე, იმიტომ რომ უკვე ეს დასაწყისისთვის გარაოდენობაც გამოვიდა, უნდა გითხრათ, ძალიან სწორი. თქვენ რასაც ხართ გეტყვით და ამაზე არის სწორედ ჩვენი მთავარი პრობლემები. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ კლიპი, რომლითაც უნდა გაგვეკეთებია ორგანიზება აქციის, ყველა ტელევიზიებმა გადმოგიყარა ასე ეს კლიპი უკან. რა იყო იმ კლიპში არაკანონიერი? რა იყო კონსტიტუციის საწინააღმდეგო? რა იყო? ჩვენ უბრალოდ ჩვენი შეფასებები გვაქვს 7 ნოემბერზე და ეს კლიპი ერთადერთი კომპანია, რომელმაც გაუშვა ეს კლიპი, იყო თქვენი კომპანია, რომელმაც 7 ნოემბერი გააშიფა, ფილმიც გააკეთა, თავისი სიუჟეტები ჰქონდა. ყველაფერი ეს იყო თქვენი ტელეკომპანია და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ საორგანიზაციო საკითხებს აბრალებთ, ასე ვთქვათ. არა, არაფერს საორგანიზაციო. ხო, ვერ მიიტანეთ უბრალოდ არა, არ ვაბრალებ. არაფერს ორგანიზებულიც იყო აქცია, თავიდან ბოლომდე ჰქონდა ნამუშევარი, ესე იგი დილიდან საღამომდე ბოლო 15 დღეა დაახლოებით, რაც მუშაობთ ამ თემებზე, ყველა დეტალში ჰქონდა გაწერილი და დაბეჭდილი ჰქონდა ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველას მივაწოდეთ. მანიფესტაცია იმაზეც ვიყავით შეთანხმებული და ესედაც გავახორციელეთ, კანონი არ დაგვირღვევია არც ერთი მისხალით. არავით არის ანტიკონსტიტუციური, არაკანონიერი ქმედება დღეს არ იყო ჩვენი მხრიდან და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ დასაწყისისთვის ეს იყო ძალზე კარგი სტარტი და ეს სტარტი გაგრძელდება და დამთავრდება გაზაფხულისთვის ან ახალი თავისუფალი არჩევნებით და ან ძალიან სერიოზული საპროტესტო სამოქალაქო გაუმორჩილებლობით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამის ორგანიზებასაც ხვალიდან ისე ვიწყებთ, ისე ვაგრძელებთ. 23 ნოემბერს გვექნება ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით ჩვენ საპროტესტო აქცია. იმედის ყოფილი თუ დღევანდელი თანამშრომელი აგერ გვესწრება და უნდა გითხრათ, რომ 1000%-ით ვარ დარწმუნებული, რომ იმედს ამას ჩვენ გამოგვიჯავთ ხელიდან და გამოგვიჯავთ არა იმიტომ, რომ ეს ოპოზიციური არხი გახდეს, ნუ რაც უკაცრავად ჩვენ არც კავკასიას, არც იმედს, არც სხვა ტელეარხებს არ განვიხილავთ ისე, რომ ესენი უნდა იყვნენ რაღაც შვენი მხარდამჭერი არხები, არა, თავისუფლება უნდა მივცეთ ჟურნალისტებს. ჟურნალისტები არიან დიაგნოზის დამსმელები ქვეყნისთვის, რაჭის, ამ ქვეყანას, კიბოჭის, სპირტების ანთებაჭის თუ ვენების გაგანიერება, შეუგატონო და ამის შემდეგ უნდა ყველაფერი მივანდოთ უკვე ჟურნალისტებს და მათ უნდა გადაწყვიტონ თავისი ქმედებაც, თავისი მოქმედების დიაპაზონით, თავისი რადიკალურობის თუ ობიექტურობის ხარისხი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ უნდა უბრალოდ გავანთავისუფლოთ მედია. ია, ჟურნალისტთან გადავალ, მოდით დღევანდელი დღის დიაგნოზი უთხოვოთ ხალხი ანთაძეს.
მე ჩამოვთვალე მოისმინე ალბათ შეკითხვები ეთანხმები თუ არა ამ შეკითხვებს ზოგადად რომ მიზეზები დღევანდელი შედარებით ხალხის სიმცირის შეიძლება აი ამ მიზეზებში ვეძებოთ თუ თვლი რომ დღეს იყო ძალიან კარგი აქცია და ასეც უნდა ყოფილიყო ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის რომ სწორედ დღეს ვესაუბროთ საზოგადოებას მივესალმები ყველას დიდი სიამოვნებით ეხლა ვუსმენდი ბატონ ზვიადს და ვფიქრობდი რა არის განსხვავება პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს შორის ბატონ ზვიადისთვის